რუსული მუსიკა ბათუმში ევროპის მოედანზე ვიდეოკადრებს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ავრცელებს. ალბათ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ სცენას ვნახავდი ჩემი ქალაქის მთავარ მოედანზე. მოგესალმებათ მოსკოვი, დაწერა ციალა ქათამიძემ სოციალურ ქსელში. სასურსათუ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით კობახიძემ საკოორდინაციო კომისია შექმნა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. კობახიძის ადმინისტრაციის ინფორმაციით კომისიაში შესაბამისი დარგის სამინისტროები და კონკურენციის სააგენტო იქნებიან. ბარნეულში 63 წლის პირი დანის მუქარით დააყაჩაღეს და ძვირფასეულობა და 14,000 ლარი გასტაცეს. დაკავებულია 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კრასნოდარის მხარეში ტუაფსეში როსნეფტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინამ დრონებით იერიში მიიტანა. დაიბომბა პორტის ნავმისადგომიც. უკრაინამ რუსების ნავთობბაზა დაბომბა ლუგანსკის ოლქშიც. ოკუპანტებმა კი ღამით ოდესას შეუტიეს. დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაშავდა, მათგან 1 7 თვისაა. ირანში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვებია. თეირანსა და სხვა ქალაქებში მოსახლეობა ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებასა და ინფლაციას აპროტესტებს. აქციები პოლიციელებთან დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.